მოგესალმებით მეგობრებო, დღევანდელი დღის თემა არის დაკეტილი წრიდან განთავისუფლება. სანამ ალგორითმს დავიწყებთ, ძალიან გთხოვთ 2 წუთი 20 სიტყვა არ დაგავიწყდეთ, დაწერეთ, დაასტოპეთ ეს ვიდეო, დაწერეთ 2 წუთი 20 სიტყვა მინიმუმ და შემდგომში რაც მთავარია თემა განსაზღვრეთ, რა თემაში გაქვთ დაკეტილი წრე და შემდეგ დაიწყეთ ხატვა. აუცილებელია თემის ფორმულირება, რომ მაგალითად სიტყვაზე ვთქვათ, ვერ ვიწყებ იმ სამსახურს, როგორიც მინდა, ვერ გავდივარ იმ მოგებაზე, სამსახურში რა მოგებაზეც მინდა, ან ვერ ვიღებ იმ ურთიერთობებს, რა ურთიერთობებიც მჭირდება, ანუ ვიწყებ ურთიერთობებს, ერთი და იგივე ჩიხში შევდივარ და ასე შემდეგ. ნებისმიერ მიმართულებით შეგვიძლია ეს ალგორითმი ვხატოთ. ეხლა წარმოვიდგინოთ, ეს ჩვენი დაკეტილი წრე როგორია ვიზუალურად, ანუ წარმოვიდგინოთ გრაფიკულად და გრაფიკული თვალსაზრისით ეს ჩვენი დაკეტილი წრე აი ესეთი უფორმო ფიგურით შემოვხაცოთ. და შემდგომში ოღონდ კარგად გავიაზროთ ეს ჩვენი დაკეტილი წრე რა არის და გავატაროთ ნეიროხაზები. იმდენი ხაზი გავატაროთ, რომ ვიგრძნოთ და დავინახოთ უпростоრედ, რომ ეს ჩვენი დაკეტილი წრე, ეს ჩვენი უფორმო ფიგურა, რომელსაც ჩვენ ახლა ვხატავთ, არის დაკარგული ამ წრეში. ახლა მე ვთვლი, რომ ჩემი ფიგურა უკვე ნელ-ნელა დაიკარგა. როგორც კი აი ამას ვიგრძნობთ, დავიწყოთ დამრგვალება. და გავაანალიზოთ, ვიფიქროთ იმაზე, იმ თემაზე, რა თემაზეც ვხატავთ. თუ ვიცით დაახლოებით რა არის ჩვენი შემშლელი ფაქტორები, იმაზეც გავაანალიზოთ. ისიც გავაანალიზოთ. რატოა ის ჩვენთვის ესეთი ხელშემშლელი ფიგურა? საკითხი უпростоრედ. თან ვხატავთ და თან ვფიქრობთ. პარალელურ რეჟიმში აუცილებლად ვუკვირდებით შეგრძნებებს. იმიტომ რომ თუ არ გაქვთ ემოციური ბმა თქვენს ნამუშევართან, ეს უბრალოდ ხატვა. ჩვენ არ ვხატავთ ახლა, ხატვა შეიძლება სხვა დროს. ჩვენ მუშაობთ ჩვენს ქვეცნობიერთან. ჩვენ ახლა ველოდებით, ვუსმენთ, ვაკვირდებით, რა მესიჯს მივიღებთ ქვეცნობიერისგან. რა გვიშლის ხელს ამ დაკეტილი წრიდან გამოსვლას. ეს დაკეტილი წრე შეიძლება იყოს მაგალითად, ახლა გამახსენდა ერთი საკითხი, რომ მაგალითად სულ ვიკლებ წონაში, სიტყვაზე ვთქვათ, მაგრამ რაღაცა პერიოდის შემდეგ ისე ვიმატებ. ხო, კი, გასაგებია ვთქვათ, სიტყვაზე ვთქვათ, ვარღვევი დიეტას აღარ ვიცავ, ან რაღაცა, მაგრამ ადამიანები ვარ და ყოველთვის დიეტაზე ვერ იქნებ, მთელი ცხოვრება. თუ რამე ახლა ისეთი ერთვა დაგვიფაროს და რამე ისეთი დაავადება არ აქვს ორგანიზმის, მაგალითად შაქრიანი დიაბეტი, რომელიც ქრონიკულად უნდა იცავდე რაღაცა გარკვეულ წესებს და თანაცხოვრება უნდა შესვა. ახლა სულ ქრონიკულად აკრძალვებში ვერ იქნები. მაგრამ უკვირდებით რა როდის ვიწყებთ სიტყვაზე ვთქვათ გასუქებას.
ან ვუკვირდებით და ვფიქრობთ თან ვაანალიზებთ აი იმ დაკეტილი წრე როდის ვიწყებთ მეორე წრეზე მისულ სიარულს იმ დაკეტილ წრეში რა ხდება ვთქვათ სამსახურის ამბავში გასაუბრებაზე რა ხდება რა არის ის რაც მე გასაუბრების შემდეგ და ვთქვათ აი ხშირად არის ხოლმე რომ ამდენი გასაუბრება გავიარე არა მიყვანეს სამსახური ვერ ვიშოვე რაღაცა რა არის ის თუ დაკვირვები ხართ აი ამ რამოდენიმე გასაუბრებაზე რო ერთი და იგივე შედეგით გამოდიხართ დაფიქრდით აბა რა შეიძლება იყოს საერთო მიზეზი რა აქვს თუ ყველა გასაუბრებას მე იმას კი არ ვამბობ რომ ის მიზეზია რის გამოც თქვენ არ აყავხართ სულ ყველა გასაუბრებაზე სიტყვაზე ვთქვათ თუ ეს გასაუბრებაა რა კითხვას გისვამენ ერთი და იგივეს HR-ები რა კითხვები გაქვს ერთი და იგივე HR-ებისგან მიღებული დაფიქრდი მე გაიხსენე იმათი რეაქციები იმ კითხვაზე პასუხს როცემთ რა რეაქციებს იღებთ და ასე შემდეგ როგორ ვფიქრობთ ჩვენ თემასთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანია საერთოდ რატო ვართ ამ დაკეტილ წრეში ახლა ხანს ვკითხულობდი ჯო კეხოს ქვეცნობიერს ყველაფერი შეუძლია ახლა ახლა ჩვენ ქვეცნობიერთან მუშაობთ ამიტომ მახსენდა ერთი და ძალიან მომეწონა მისი ეს ფრაზა ჩვენი ფიქრები არის თესლი ხოლო ქვეცნობიერი არის ნიადაგი ჩვენ ფიქრებს ანუ რასაც ვთესავთ ნიადაგში ის მცენარე თუ დავთესავთ დადებით პოზიტიურ ფიქრებს პოზიტიური ნაყოფი გვექნება ბუნებრივია ძალიან რთულია ეხლა დღევანდელ დღეს ამ პირობებში ამ ხელოვნებათა ღელვაში რაც ჩვენთან ხდება საქართველოში პოზიტიურად ვიფიქროთ მაგრამ რაღაც გარკვეულწილად მაინც აუცილებელია ეს პოზიტიური აზროვნება იმისთვის რომ რაც უფრო მეტია გარშემო პოზიტიური აზროვნება მით უფრო როგორ გითხრათ მით უფრო გადამდებია და ამდენი აგრესია და ნეგატივი ქვეყანაზე არ იქნება ჩემი მარტივი რაღაცაც გათავდა და აღარ ხარ მეორე ეხლა რახან აი ეს ჩვენი ვთქვათ კვეთებით გავაკეთეთ მაგრამ მე ვატყობ რომ ჩემი ეს მაინც რაღაცნაირად გამოკვეთილია ამიტომ მე ცოტას კიდე დავუმატებ თუ თქვენს იგივე ნახეთ რომ დახედეთ შეგიძლიათ კიდე დაამატოთ ნეირონები ეხლა ვჩქარობ ჩანაწერი როლად გქონდეთ და ამიტომ ცოტა მგონი ულამაზო ამ თქვენ ხატეთ მელა შვიდად თუ ვერ ეწევით ჩემს ტემპს არ არის პრობლემა იმიტომ ეს არის ჩანაწერი
ლაივში ხო ავხატავთ, რომ მე ვერ დამეწიო. ჩანაწერში ხატეთ მშვიდად. რაღაცას მე გადავალ წინ და თქვენ ვერ მეწევით, არც ეგ არ არის პრობლემა. ეხლა აუცილებლად რომ დავხედავთ ჩვენს ნამუშევარს, დავხატოთ ორი სამკუთხედი. ერთი სამკუთხედი. ეს არის ჩვენს თემაში ტრანსფორმაცია, ძალიან გვჭირდება და დავაწერთ ტრანსფორმაცია. და მეორე სამკუთხედი, აი აქ მინდა დავხატო, მეორე სამკუთხედი არის გაცნობიერება. ორი სამკუთხედი, რომელიც აი ამ თემაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენში მოხდეს ეს ტრანსფორმაცია, ეკრებლიეთკენ დავიდოთ. ჩვენში მოხდეს აქეთკენ ტრანსფორმაცია და ჩვენში მოხდეს გაცნობიერება. გაცნობიერების და ტრანსფორმაციის გარეშე ძალიან ძნელია აი ამ დაკეტილი წრიდან განთავისუფლება. აუცილებლად გვინდა კიდე 3 წრე და პირველი, აი ეგრე აქ ვხატავ. ეს არის თვითრწმენა, საკუთარი თავის რწმენა. კიდევ დავხატავ აი ეგრე აქ მეორე წრეს და ეს იქნება სიახლეები. აუცილებელია ახალი ვთქვათ რაღაც არ ვიცი თემიდან გამომდინარე თუ სამსახურზეა საინტერესო სიახლეები თუ სამსახურზე ვხატავთ ახალი ვაკანსიები, ახალი შეთავაზებები თუ ბიზნესზე ვხატავთ, ახალი გზების გამონახვა, პარტნიორები და ასე შემდეგ. და მესამე წრე აგერა აქ დავხატავ მესამე წრეს, რომელიც იქნება რესურსები, რომელიც დამეხმარება აი ამ დაკეტილი წრის გარღვევაში. ის მთავარი რესურსი, რაც მე დამეხმარება ამ დაკეტილი წრის გარღვევაში. ეხლა ჩვენ ვამრგვალებთ ამ წრეებს და სამკუთხედებს, სამკუთხედის წვერს არ ვამრგვალებთ. შეგვიძლია სამკუთხედს რამოდენიმეჯერ გადაუაროთ. და ვამრგვალებთ ამ სამკუთხედებს, წრეებს. სამკუთხედებს. და ვფიქრობთ, თან სხეულშიც უკვირდებით ჩვენ თავს. რა შეგრძნება მაქვს? რა ფიქრები მომდის თავში? შეიძლება ჩემი საუბრიდან გამომდინარე არ გქონდეთ ფიქრების გაცნობიერების საშუალება, მაგრამ მე ყოველთვის, როდესაც მასწავლებლებისგან, როდესაც ვხატავდი, პირველ ნახატს ესე ვხატავდი ხოლმე ჩანაწერით, ვუსმენდი, ხოლო შემდეგ მეორე და მესამე ჯერ, როდესაც ვხატავდი, ვუთიშავდი ხმას და ესე ვხატავდი, რომ ჩემი შეგრძნებები დამიფიქსირებ. საინტერესოა რა აზრი მოგდით თავში, რაზე გეფიქრებათ? თემასთან დაკავშირებით გეფიქრებათ თუ საერთოდ განყენებულ თემაზე გეფიქრებათ? იმიტომ რომ ამასაც აქვს მნიშვნელობა, კარგად გაიაზროთ, რაზე გეფიქრებათ. იქიდან გამომდინარე, რომ ზუსტად ეს ფიქრით მივხვდებით, რომ
ჩვენი ქვეცნობიერი რამდენად მზად არის იმისთვის, რომ აი ეს დაკეტილი წრეზე იმუშაოს, ხო? ჩვენ ახლა ამ ნახატით ფაქტიურად მას ვაძლევთ დავალებას, რომ გაიაზროს, გზა გვანახოს, დაგვეხმაროს, რომ იმ დაკეტილი წრიდან გამოვიდეთ. რამდენად გვიწევს წინააღმდეგობას, სად გვაქვს შეგრძნება, სადმე დისკომფორტი გვაქვს თუ არა სხეულში. კარგად დაუკვირდით ყველა. და თუ აღმოაჩენთ, რომ მაგალითად ან ხარი გტივათ, ან ზურგი, ან ფეხები, ან ყელში გაგეჭირათ ბურთი, ნუ დაიწყებთ ფიქრს იმაზე, რომ ახსნათ, რას ნიშნავს ეგ. უბრალოდ საკუთარ თავს უთხარით, საინტერესოა ამაზე პასუხი, როცა დრო იქნება გამიცემა. ახლა და მნიშვნელოვანია ვიფიქროთ პოზიტიურად, როგორც თქვი. წვერებს არ ვამრგვალებ, იმიტომ რომ ზოგადად მინდა გითხრათ, თუ თქვენ პირველად ხატავთ ნეიროგრაფიკას და არ გიხატიათ, ჩემი წინა ვიდეოში მაქვს ახსნა, როგორ უნდა დახატოთ ნეიროგრაფიკული ხაზი. ამიტომ დასაწყისში ნახეთ, სულ 2 წუთიანია და ისე დაიწყეთ აქ ხატვა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად სწორე ავლებთ ნეიროგრაფიკულ ხაზს. იმიტომ რომ იმაზეა დამოკიდებული, თქვენ უბრალოდ ხაზებს ხატავთ თუ ნეიროგრაფიკულ ხაზს ხატავთ. ანუ უბრალოდ ტალღოვან ხაზს ხატავთ თუ ნეიროგრაფიკულ ხაზს ხატავთ. როგორ ამრგვალებთ? სწორი ამრგვალებთ თუ არა? ამასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. აგრეთვე მნიშვნელობა აქვს, რამდენად ფერით სწორედ შეგავთ შემდგომში ნამუშევარში. ამიტომ ყოველთვის, როდესაც ჩანაწერის მიხედვით ხატავთ, კარგი იქნება, ვინც პირველად იწყებთ ხატვას, ვინმე სპეციალისტთან ერთად, რომელიც აგიხსნით, ერთხელ მაინც ხატოთ, რომ აგიხსნათ ზუსტად როგორ არის და რა. როგორც კი დაამრგვალებთ, ვამატებთ ნეიროხაზებს. წვრილი მომიწეს მარკერი და ესეთი. და უკვირდებით ისევ სხეულში, რა გრძნობები გაქვთ. ხო, იმას ვამბობდი, რომ თუ პირველად ხატავთ, გირჩევთ სამკუთხედები არ დახატოთ, იგივე თემები ოღონდ წრეში ჩახატოთ, იმიტომ რომ სამკუთხედი არის ძალიან ისეთი ძლიერი ფიგურა, ამიტომ ვისაც არ აქვს ნახატი, ნამუშევარი ნეიროგრაფიკაში, ხოთ სამკუთხედების მაგივრად ხატოთ მარტო წრეები. შედეგი ნამდვილად იგივე იქნება, უბრალოდ ისინი, ვინც უკვე მზად არიან, ნამუშევარი აქვთ ნეიროგრაფიკაში, სხვადასხვა მარათონები, მანიფესტაციები გავლილი აქვთ, იმათმა იციან,
სამკუთხედთან, ასე ვთქვათ, ურთიერთობა მეტნაკლებად, ამიტომ იმათმა დახატა. წრე არის ჰარმონიზაცია, ამიტომ ვინც არ ახაც ნამუშევრები და არ იცით ნეიროგრაფიკა, ნახატეთ წრეები. არ მიგწევს ეს ჩემი. ეს დააწურილია და ესეც და ხილი მინდა მარტივი. აი უფრო კარგად დაინახოთ რას ვაკეთებ, ამიტომ ამერე მსხვილი. ანუ მეგონი ესეც ჩდება. იმდენი ხატვისგან. დამწყდეს ასე რომ აი ესეთი ნეიროგრაფიკული ხაზები ხარ. ნახეთ ახლა რახან უფრო მუქია, ამიტომ ბევრად უკეთესად გამოჩნდება ეკრანზე მები. დაუკვირდით, სად გაქვთ შეგრძნება? გაგიშლით ხელს. ზოგადად. ეს თემაში. იქნებ იმასაც დაფიქრდით, იქნებ რაღაცა ცვლილებების დრო არის. ეხლა მით უმეტეს ისეთ ეპოქაში ვართ და ისეთ მასში შევდივართ, რომ რადიკალურად იცვლება ყველაფერი. იქნებ თქვენი ქვეცნობიერი რაღაცა ცვლილებებზეა განწყობილი. დავფიქრდით მაგასაც. და თუ ეგრეა, იმასაც გეტყვით თქვენი ქვეცნობიერი და მიმართულებით უნდა გააკეთოთ ცვლილება. აუცილებლად მოგივათ ექიმზე. სწორი ხატვის შემთხვევაში. ისეთი შეიძლება ხატვის დროს მოვიდეს, ისეთი შეიძლება ჯერში მოვიდეს, ვიღაცამ ვიღაცას რაღაცა გასძახოს და ის იყოს თქვენი ინსაიტის წყარო. არასდროს არ იცით რა არის ინსაიტის წყარო. შეიძლება სკროლავდეთ TikTok-ს ან Instagram-ს ან Facebook-ს და სულაც ერთმა ფრაზამ იმხელა ცნობიერება მოგიტანოთ, თქვენ თვითონ ვერ გაგიკვირდით. თავარია იყოთ ყურადღება, რომ არ გამოგჩით ის ნიშნები, რასაც სამყარო გვაძლევს. სამყარო ყოველდღე ნიშნებს იძლევა. ეს ჩვენ ამ ხედავთ, ან ვერ. ან გვესმის, ან გვესმის. ეს ისევ წარმოიდგინეთ, ოთახში რო საათი კიდია.
ხო არ გესმით ხშირად, ხანდახან რაღაცა მომენტში შეიძლება უცბად გაიგოთ წიკ-წიკი საათის და მერე კარგახანი არ განებებთ ეგ ხმა თავს. ესეა სამხარხო. მოდის რაღაცა ხმები, ასენი საიტები და ესმის ანაკვეთს. ესეთი წვრილი იყოს. ესეთი წვრილი მარკერი, რომ ძალიან წვრილი მარკერით ხოლმე გააჩნია ზოგიერთ ალგორითმს, ხდება ისეთი წვრილი მარკერი. ხანდახან არის ხოლმე ძირითადად ხო ვხატავთ ორი მარკერით. ან რაღაც ალგორითმები, სადაც სამი ზომის მარკერი და ვიზუალურადაც ფორმაზე გამოდის. აუცილებელია, რომ ნამუშევარი ვიზუალურადაც მოგწონდეს. ნელა ყურადღებით ვხატოთ, არ დავჭრაბნოთ. არავითარ შემთხვევაში არ წავშალოთ. თუ გავბრაზდით და არ მოგწონს ნამუშევარი, არ გადავდოთ, სანამ არ დავამრგვალებთ. ზოგადად გირჩევთ ხოლმე, რომ ბოლომდე დახატოთ და მერე გააკეთოთ ანალიზი, რამ აგიშალა ცნება. რატო არ მოგწონთ თქვენი ნამუშევარი. რაღაცა მომენტში შეიძლება დამრგვალება გამოგრჩეთ, მაგრამ ესეც არ არის საშიში, იმიტომ რომ ხანდახან ფერის შეტანის დროს აღმოაჩენ ხოლმე, რომ რაღაცა ადგილზე დამრგვალებაა გამოტოვებული. და მერე შეგიძლია შეწყვიტო ფერის შეტანა, დაამრგვალო ის ნაწილი, მერე ისევ გააგრძელო. ხანდახან არის ხოლმე, რომ ვხატავთ და უკვირდით, რომ შეიძლება ერთმა დამრგვალებამ იმ მონაკვეთში სხვა დამრგვალებისკენ წაგიყვანოს, გაგიტაცოთ და დაგავიწყდეთ. ამიტომ ამასაც დავუკვირდით. მოკლედ იყავით სულ დაკვირვებულები, როდესაც ხატავთ ნეიროგრაფიკას. სხეულში შეგრძნებები, გონებაში აზრები და ასე შემდეგ. მე პრინციპში ახლა მოვჭი, აი ეგ დამჩენია დამრგვალებები და გადავდივართ ფერზე. ვინც პირველად ხატავთ, მინდა გაითვალისწინოთ ფერთან მიმართებაში ესეთი წესია. ვიღებთ მაქსიმუმ 4 ფერს, შეგვიძლია თეთრი დავტოვოთ 30% ნამუშევრის ფურცლის, დანარჩენი 4 ფერით, მაქსიმუმ 4 ფერით. შეგიძლიათ 2 ფერითაც თუ გინდათ ან 3-ით. მაქსიმუმ 4 ფერის აღება შეგიძლიათ. თუ ვინიცობა რაღაცა ფერი აღარ მოგწონთ, აღარ გინდათ, ადექით და ზევიდან გადაუარეთ სხვა ფერი. ოღონდ იმ ფერს, რა ფერის მაგივრადაც გინდათ. ყველგან იმ ფერს გადაუარეთ ზევიდან სხვა ფერი. ეხლა ვიღებთ 4 ფერს და რატომღაც დაუკვირვებლად ამოვიღე ნარინჯის ფერი, მოწითალო. და დავიწყე ფერის შეტანა. ანუ 2
ორი გვერდ მდგომი უჯრა, ერთი ფერი. არ შეიძლება ერთი უჯრა იყოს სხვა ფერი, დანარჩენი უჯრები სხვა ფერი. ამიტომ ორი გვერდ მდგომი უჯრა უნდა იყოს ერთი ფერი. და შეგვაქვს ფერი და ვფიქრობ, რატო ავიღე ახლა წითელი ფერი? არც დავფიქრებულ ვარ, არც გამიაზრებია, არც ამირჩევია, ესე ხელზე რაც მომყვა, იყო წითელი. რა არის ჩემთვის წითელი? როგორი ფერია, ენერგიული, ხო? რაღაცნაირად წითელი ცეცხლთან ასოცირდება. ნახეთ, მე გავაფერადე წითლად ჩემი საკუთარი თავის რწმენა. ანუ ახლა ვფიქრობთ, ან ვაანალიზებ, რომ ესე იგი ჩემ საკუთარი თავის რწმენაში მჭირდება ენერგია. ალბათ რახან წითელი ავიღე. და აი ამის რო გავაცნობიერებ, თქვათ, ეს რო გავაჩხერე, როგორი შეგრძნება მაქვს სხეულში. რას მეუბნება ჩემი სხეული ამასთან მიმართებაში. ესე იფიქრეთ და შეიტანეთ ფერი. სადაც იგრძნობთ, რომ გინდათ იმ ფერის შეტანა. სადაც თვლით, რომ ის ფერი არის იქ მნიშვნელოვანი. ნებისმიერი ნამუშევარი ძალიან საინტერესო და ესეთია ხოლმე, რომ არის ფერები, რომლებიც ერთმანეთს უხდება, რომელიც გრადაციაში კარგად ჭდება, საერთოდ ნებისმიერ სხვა მიმართულებაში, სადაც ფერია საჭირო. ნეიროგრაფიკაში თითქოს ყველა ფერი უხდება ერთმანეთს. რო უყურებ ხოლმე მე დამთავრებულ ნახატებს, ზოგადად იმის მიუხედავად, რომ საერთოდ ამ მხატვრობაში ან სადმე ეს ფერები დიდად არ არიან აქტუალურები, ანუ არ ითვლება, რომ ისინი ერთმანეთს უხდება, ან ერთი მასში შედის, ვთქვათ, თბილი ან ცივია, ან გარდამავალია ერთი მეორესი. მოკლედ, ფერებს აქ რაღაცნაირად ვახდებ. მე ხა წითელი მიყო და ამის ავიღებ ტრანსფორმაციას. ჩემი ტრანსფორმაცია მინდა იყოს მწვანე. ნაირად იზიდავს მწვანე ფერი. ორივე სამკუთხედს ვაკეთებ მწვანეს. აი, უკვირდები პარალელურად სხეულში სად მაქვს შეგრძნება ამ მწვანესთან მიმართებაში. სიამოვნებს, ძალიან სიამოვნებს. რაღაცნაირად ამშვიდებს ეს მწვანე.
როგორც კი დაასრულებთ ნამუშევარს, შეგიძლიათ გადახედოთ იგივე დღეს, თუ გძალიათ, თუ არა და მეორე დღეს, თუ გინდათ შესწორების შეტანა, არც ეგ არ არის პრობლემა. ეგიც დაშვებული. წვანე მეყო. ახლა ვიღებ აი რესურსზე რატომაც მომინდა ის ფერი. ამიტომ ახლა ვიღებ რესურსზე ის. ყველა უჯრას სათითაოდ უნდა ვიტანოთ ფერები. რესურსთან მიმართებაში ახლა რო ფერიში მაქვს რაღაცნაირი შინაგანი აღელვება წამომივიდა და ვფიქრობ. საინტერესო. რატო? რესურსი მაქვს ისეთი, რაზეც ჩემ ქოცნობიერს ნიშანი. სიახლეებიც იყოს ეს ფერი. შეგიძლიათ მარკერითაც შეიტანოთ ფერი, მე უბრალოდ ძალიან მიყვარს ფანქრით ხატვა. ფანქარი ძალიან ბევრ შესაძლებლობას მაძლევს ვიზუალურად რომ რაღაცები გავაკეთო. ახლა ვფიქრობ, რომ ცოტა ისეთია ძლიერი და მუქი ფერები მაქვს, ამიტომ ცოტა სიხალისე შევიტან და ავიღებ ყვიკელს. და სინათლის მზესავით შევიტან აი ამ ჩემ ნამუშევარში, რომ ცოტა ჰაეროვნება მისცეს. ეს ყვითელი უკვე არსებითად შეგნებულად შემაქ. და აი შეგიძლიათ მაგალითად აი ამ წითელშიც თუ გინდათ ყვითელი გავაროთ. ანუ ერთმანეთში გადავაროთ, აი რაღაცნაირად ამოვანათოთ ნამუშევრები. აი მაშინ რომ ესე ყვითელს რო ვუვლით ხოლმე ზევიდან თითქოს შიგნიდან სინათლეს ვაძლევ. აი ესე შეგიძლიათ გადავუაროთ ზევიდან, არ არის პრობლემა და რაღაცნაირად ამონათებულია ხოლმე ნამუშევარი. როგორც ყოველთვის, ეხლა გვჭირდება ველის ხაზები, ანუ სამყაროს დახმარება, ის რაც ეძახით არ ვიცით, აბსოლუტურად სხვა გამქონდა წეგან გამიზნული ამ ხაზის გავლება და ხელი თავისით წავიდა. სრულიადაც არ ვაპირებდი აი ამ ტრაექტორიით დასვლას და ხელმა იმოძრავა. ეს საინტერესოა, რატო? და ვამრგვალებთ. ანუ ნებისმიერ ეტაპს რომ ვამთავრებთ, აუცილებლად ვამრგვალებთ. თუმც იყოს აი აქ ადგილები ხო დამრგვალებული, ზევიდან მაინც ვუვლით დამრგვალებით. იმიტომ რომ
ესეა საჭირო. დამრგვალებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, არავის არ გვჭირდება კონფლიქტი, ამიტომ განსაკუთრებით ველის ხაზებში არ გვჭირდება კონფლიქტი. სამყაროსთან, უფალთან, ამისთვის მირას ეძახით ამას, ვენინება. ისე გაჭედა ამ ხალხი ამბობში, რომ ხელი მარკერი აღარ მუშაობს. თუ ვინ იცობა მეორე დღეს ან მესამე დღეს აღმოაჩინეთ ნამუშევარში, რომ თუნდაც ველის ხაზზე დამრგვალება არ ქონდათ, ნუ შეგეშინდებოდ დაამრგვალეთ. არ დატოვოთ, დაამრგვალეთ. თუ აღმოაჩინეთ. მე ვთვლი, რომ კიდევ ერთი ველის ხაზით მინდა. აი ესე. და ამრგვალეთ. შეგრძნებებს ყველა ეტაპზე ვუკვირდებით. თუ რაღაცა მომენტში გაქვთ აი წვრილ-წვრილი ადგილები დატოვებული და თვლით, რომ არანაირი დატვირთვა არ აქვს იმ წვრილ უჯრებს, ხო? შეგიძლიათ მთლიანად შეავსოთ შავი ფერი. აი ახლა მე გრჩევავს არანაირი ჩემთვის შინაარსობრივი დატვირთვა არ ქონდა ამ პატარა უჯრას. და ბოლოს ახალ წრეს ვხატავთ, ვინცაც ნამუშევარი გაქვთ ნეიროგრაფიკასთან ხშირად არის ხოლმე, რომ ვარჩევთ ერთ-ერთ რესურსს, ანუ ერთ-ერთ ფიგურას და იმას ვამრგვალებთ. ეხლა განსხვავებულია, ვიღებთ წრეს, ახალს და ვამრგვალებთ და ამ წრეს ვარქმევთ ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი. გარღვეული წრე, წარმატებული მდგომარეობა. ვის რა გაქვთ თემა იმის მიხედვით. ვარქმევთ იმას, ვთქვათ. მე სიტყვაზე ვთქვათ. ესე ვთქვათ. მე ვთქვათ წარმატებული კარიერაში. ახალ ეტაპზე. ხო? ან მე გამხდარი და ჯანმრთელი. მე ახალი ვთქვათ ბიზნეს იდეებით. მე ახალი ხელშეკრულებებით.
რა გაქვთ თემაში? დაწყრეა გასარღვევი თქვენი, დაწყრე გაარღვიეთ. რომელი წრის დამუშავება დაიწყო თქვენი ცხოვრების. ეს არის გადაწყვეტა. ამ შემთხვევაში ფიქსაციას ვაკეთებთ ზაობას იმისას, რომ მე, მაგალითად ნინო, მზად ვარ ახალი ცხოვრებისთვის. მე, ნინო, მზად ვარ ვიღებ ახალ გამოწვევებს ცხოვრებაში. ეხლა ამას რომ ამბობ, შინაგანი ძალიან დიდი კმაყოფილება მიჩნდება. სულ ეს იყო მეგობრებო, გისურვებთ წარმატებას, ბედნიერ მუშაობას გისურვებთ.